მოგესალმებით. დილამშვიდობის. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება დილის პალიტრა და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, როგორიც არის კლიმატის ცვლილება. ბოლო პერიოდში ამინდებმა ძალიან ბევრი ადამიანი გაანაწყენა, ზოგიც ზოგი ალბათ ძალიან თითქოს ჩამოსათვლელია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც კმაყოფილია ამ ამინდებით, თუმცა ეს ყველაფერი შორეულ პერსპექტივაში არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს გვაძლევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ გვესაუბრა აღნიშნულ საკითხზე, რეალურად ვიგრძნობთ თუ არა ზაფხულს და როდის. ამ თემაზე სასაუბროდ მამუკა გვილავა არის ჩვენთან, გარემოს დაცვის ექსპერტი. მოგესალმებით ბატონ მამუკა, დიდი მადლობა. სტუმრობისთვის ჩვენ კადრს მიღმა გავცვალეთ უკვე აზრები და ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა საუბარი ასევე ეთერშიც დავიწყოთ, არის ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, რომელიც ამ პერიოდისთვის ყველას ძალიან გვაკვირვებს, თუმცა გაკვირვების გარდა ამას შესაძლოა სხვა შედეგებიც მოყვეს, ხო? აი, როდესაც ეს თოვლი დნობას დაიწყებს, იქნება ეს მასიური თუ ეტაპობრივი, აი რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამან? არის თუ არა ამ ეტაპზე აღნიშნული რაოდენობის თოვლის საგანგაშო და გვაქვს თუ არა რეალურად შიშის საფუძველი? დიდი მადლობა, რომ ამ თემაზე საუბრობთ, ამინდი არ გვაძლევს საშუალებას, რომ არ ვისაუბროთ. სხვა შორის კარგი იქნებოდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის დაგეძახათ, მე გთხოვთ და მოუწოდებთ კიდევაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს, რომ ეს ის მომენტია, როცა ჩვენ მათი რჩევა გვჭირდება. აი ხა მაგალითად ჩემი პასუხი თოვლთან დაკავშირებით არ იქნებოდა პროფესიონალური, მე უბრალოდ ჩემს შეიძლება შეგრძნებებზე და გამოცდილებაზე გესაუბროთ. ალბათ პრობლემა იქნება, თუ დიდი რაოდენობის თოვლი არის მოსული და ალბათ დიდი რაოდენობის თოვლია მოსული, იმიტომ რომ თუ ყველგან ცივა მთაში მით უმეტეს და ნალექიანი არის მთაშიც მით უმეტეს და ალბათ როდესაც დათბება ნამდვილად საზოგადოება სხვა შორის ღიზიანდება ხოლმე რომ სიცხეზე ვიწყებთ ლაპარაკს მაშინ როცა ძალიან გრილა და მე მაგალითად ერთ-ერთი ვარ ვისაც სიამოვნებს მართალი გითხრათ ეს ამინდი სიცხეს ადამიანი ვერსად ვერ გაექცევა სიცივეს გაექცევა ჩაიცმევს თბილად უბრალოდ და ერთი მოწოდება არის ძალიან უჩვეულო ამინდი არის და ამიტომ ყველა შეეცადოს რომ აღჭურვილო იყოს შესაბამისი ტანსაცმელი, კურტკის წაღება არ დაგეზაროთ, იმიტომ რომ გაცივებას თქვათ და დროის დაკარგვას და ჯანმრთელობის დაკარგვას ჯობია რომ ნახეთ ერთი ადამიანის გაცივებას არ აუშავს, მაგრამ მთელ საზოგადოებაში უკვე დიდი პროცენტი როცა ამიტომ ჩავიცვათ ადეკვატურად, როგორც ჩანს ჯერჯერობით კიდე გრილი ამინდები იქნება, მაგრამ მე პირადად ეჭვი არ მეპარება რომ ივლისი და აგვისტო ცხელი იქნება, არ მახსოვს ჯერ რომ ივლისი და აგვისტო ცხელი არ ყოფილიყო საქართველოში. კლიმატის ცვლილების ფონზე ესეთი ექსტრემალური ცვლილება რომ აი ჩვენ მომეწონა რომ თქვენ ზაფხულზე ისაუბრეთ უკვე იმიტომ რომ გაზაფხული გავიდა უკვე დღეს 2 და ვერ გავიგეთ სად იყო გაზაფხული ანუ ზამთარში დავრჩით ზამთრის პერიოდი ამიტომ თქვენ იმედი გაქვთ რომ ზაფხულის აღარ გვექნება მაგრამ გვექნება ზაფხული და იქნება ცხელი გავაკეთებ ამ პროგნოზს ხო ანუ ესე ფიქრობთ რომ განსაკუთრებით ჯერ არ მახსოვს თუ ნახავ იმასაც რომ გრილი ზაფხული გვექნება ივლისში და აგვისტოში სხვათა შორის რა არცით თქვენ გინდოდათ ხო რაღაცის კითხვა მაგრამ მინდა აუცილებლად მინდა და მეკითხა რომ აი მუდმივად გამოვხატავთ აი ამ გაკვირვებას რომ აი კალენდარზე 2 ივნისია 3 ივნისია და ჩვენ ისევ ქურთუკები გვაცვია ზოგ სახლში გათბობა აქვს ისევ ჩართული და ასე შემდეგ ანუ რამდენად გახსენდებათ თქვენ ხო უფრო ჩახედული ხართ ხო ამ ამბავში რომ ივნისში აი ესეთი ამინდები საბანი გადაიხადა არა საბანი მაყურავს კი ბატონო ხო არა არ მახსოვს ვერ გავიხსენებ 1962 წელს ვარ დაბადებული დათვალეთ რამდენი წლის ვარ ანუ უბრალოდ სხვა შორის უნდა გითხრათ რომ ეს აშკარად კლიმატის ცვლილების შედეგია სულ ვიმეორებ ამას რომ 30 წლისთვის რასაც ჩვენი კოლეგები კლიმატის მეცნიერები ამბობდნენ რომლისაც მე პირადად რაღაც ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა შესაძლებელია დღეს ყველაფერი ხდება აი მაგალითად ეს არასტაბილური ამინდები ექსტრემალური პირობები ანუ ჩვეულებრივი ტემპერატურა კი რიცლება ექსტრემალური ხდება ყველაფერი სიცივეც კი ექსტრემალურია ხო აღარ დამთავრდა ხო რომ დაიწყება სიცხეები აღარ დამთავრდება ისეთ სიცხეები შეიძლება იყოს და ამას ჰიტვეივები ქვია ხო თბური ტალღები ან თერმული ტალღები უნდა ველოდოთ შარშად მაგალითად ივლისში საკმაოდ ძლიერი სითბური ტალღა ჰქონდა მთელი ივლისი
და მინდა ურჩიო საზოგადოებას. მახსოვს რომ სადაც სუნთქვაც შეუძლებელი იყო იმდენად დახეთული იყო. მე გეტყვით რა ადგილებს სუნთქვას. ამიტომ იყო რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს თხოვეთ, იმიტომ რომ პროფესიული პროგნოზი ხო დამამშვიდებელიც არის და ადამიანი როცა დამშვიდებულია ხო შეიძლება უარეს მდგომარეობასაც გაუძლებთ. აი ხა მაგალითად რო გითხარითო თბილად ჩაიცვით, ყველაზე კარგი შემილია ეს მოგცეთ რჩევა ხო, ხო მარტივი რჩევაა ხო, მაგრამ ჯერ მე მგონი ამ სეზონზე არ ვისაუბროთ ხავს, რომ ხალხო გოცოდა გაგრძელდა ეს განგრილება და არ დავიწყეთ რომ გქონდეთ თან დასაცმელი ხო. ბერმა პრინციპულად უკვე შეინახა ეს ზამთრის სხვა შორის მოკლე სახელობენ, მე რო გითხათ ახლა მოკლე სახელობენ მას ვემთო რომ დამცხეს ხო, ამას გავიხდი და ვიქნები გრილად და რომ ამის საშუალებაც მქონდეს. მაგრამ რატო ამბობ იცით რომ თუ ინფორმირებული ხარ ბევრ რაღაცას შეიძლება გაუმკლავდე. აი მაგალითად მინდა საზოგადოებას უთხრა climate shift index, ყველა მის ახლა ინგლისური, დაგუგლეთ, გახვალთ climate central-ის ვებგვერდზე და შეხედეთ როგორი არის პროგნოზები, აი მიმდინარე, ეხლა რომ ნახოთ, ყველაფერი არის არა წითელ ფერებში, არამედ ნაცრისფერ ფერებში და სხვა შორის ჩემ თავს და ალბათ უნდა ამ ვებგვერდის ავტორებსაც შევატყობინო რომ ეხლაც ექსტრემალური პირობები გაქვს. ანუ რას გვიჩვენებს ეს ვებგვერდი? გვიჩვენებს რომ კლიმატის ცვლილებით, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებით რამდენად არის ეს გამოწვეული ის რაც ეხლა ხდება. და ეხლა რომ შევხედე, ეხლა წერია რომ არ არის ეს კლიმატის ცვლილებით, მაგრამ არის კლიმატის ცვლილებით. ეხლა არის 2, -2, -3 ინდექსი, ანუ ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ცივა. და ჩვეულებრივზე ბევრად, ანუ მარტო სიცხეების ექსტრემუმებს არ უნდა უყუროთ, სიცივის ექსტრემუმებსაც უნდა უყუროთ და ძალიან დამამშვიდებელია შარშანდელი სითბური ტალღები გადამატავლინება, იმიტომ რომ ვიცოდი შემდეგი 2-3 დღის პროგნოზი და ისიც ვიცოდი რომ გამოდივართ უკვე მაგალითად ივლისის ბოლოს ძალიან გამეხადა რომ დავინახე რომ 2-3 დღის პროგნოზი უკვე და სხვა შორის ყველაფერი მართლდებოდა ის რასაც შევიგრძნობდი ამ რუკებზე ჩანდა. ამიტომ ძალიან ურჩევ საზოგადოებას შეხედეთ ინფორმირებული როცა ხარ ფსიქოლოგიური ზემოქმედება არის ნაკლები ისიც იცი რომ ცოტა ხანში უკეთეს პირობებში შეიძლება იყო და როცა ძალიან ცხელა ეს მნიშვნელოვანია. ბატონო მამუკა, თქვენ როგორც გარემოს დაცვის ექსპერტს მინდა ახლა ასეთი შეკითხვა დაგისვათ. რა გავლენას ვახდენთ ჩვენ ადამიანები გარემოზე, რომ საბოლოოდ მსგავს შედეგამდე მივდივართ. კლიმატის ცვლილება დღეს მე მგონი ყველა მიცის, რომ სწორედ გარემოს დაბინძურებით არის გამოწვეული და ის ვითარება, რაც დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გვაქვს, სწორედ ჩვენი ადამიანების მიერ ჩადენილი ნამდვილად არასახარბიელო ქმედებებით მომდინარეობს. ხომ აი უშუალოდ როგორ აისახება ჩვენი თუნდაც ერთი პატარა ნარჩენის დაგდება აი ამ მდგომარეობაზე. ნუ ნარჩენების დაგდებაზე არის ამ შემთხვევაში, მაგრამ გამონაბოლქვი მანქანის ნახშირორჟანგის, რომელიც არ გახლავთ სახიფათო ნივთიერება, ნახშირორჟანგი არის ატმოსფეროში და პრობლემა არ არის, მაგრამ რადგან ზედმეტი ოდენობით აქვს გამოქვეული 50-იანი 60-იანი წლების შემდეგ, მას შემდეგ რაც ავტომობილებმა დაიწყეს სირბილი რბოლა, ასე ვთქვათ, ხომ? ადამიანი ძალიან ცუდად იქცევა, მოვახერხეთ ის, რომ შევცვალეთ კლიმატი და მე მინდა რომ ცოტა ისეთი მჭახე განცხადება გავაკეთო, მე ამის უფლება მაქვს, იმიტომ რომ ავტომობილს არ ვყიდულობ, შემიძლია პატარა რაღაცას ვიყიდი, მაგრამ არ ვყიდულობ, ეგეთი სულელი ვარ ერთადერთი ქვეყანაში, მაგრამ სანამ იძულებული გავხდებით, რომ გადმოვსხდეთ ავტომობილებიდან, ხომ? გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ვიცი რომ პიკის საათების დროს არ არის კომფორტული, მაგრამ სხვა საათებში ხო კომფორტულია. დღის მთელი პერიოდის განმავლობაში საცობიდან ვერ გამოვდივართ. ჩამოვიჯდეთ უნდა ავტომობილებიდან. მე ვიცი ხა რა ამბავი ატყდება სოციალურ ქსებლებში, იმიტომ რომ როდესაც ციოდა სიცხეზე რო დავიწყე ლაპარაკი, ხო არ აჭრიალებს ამ ადამიანს, მოგვიწევს ავტომობილებიდან გადმოსხდომა, ან ჩვენით, ან ბუნება გააკეთებს ამას, დედამიწა გააკეთებს ამას. ამიტომ გადავიდეთ ამაზე, არ მგონია რომ ძალიან ავტომობილის ფლობელებს ძალიან უხარიათ მთელი დღე ავტომობილზე რო ზიან. ეს საკმაოდ დამქანცველი შრომა არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მშვენივრად არის ასე თუ ისე მოწყობილი, ბევრად უკეთესი ვიდრე იყო 15 წლის წინ. ამიტომ კი ადამიანის მიერ არის გამოწვეული, კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული, ამის ფაქტორი არის პირველი ავტომობილების გამონაბოლქვი. ბევრი სხვა ფაქტორიც არის, არ წავალ ახლა რომ არ გადავღალო საზოგადოება. ამ შემთხვევაში აი ელექტროავტომობილებზე რა შეგვიძლია ვთქვა? ძალიან კარგი. მე მაგალითად ჩემმა მეუღლეს ხო დაუხსნა ავტომობილს, რატო არ გიბულობ? ხო, უთხარ რომ სანამ არ შევწუდები ელექტრომობილს, მანამდე
არ ვაპირებ ავტომობილის ყიდვა და სხვა შორის გარემოს დამცველი იყო საკმაოდ სამწუხაროდ გარდაიცვალა, მაგრამ არ დამეთანხმა ამაზე. მithქვი კი ბატონო, მესმის შენი, არ მეთანხმება ავტომობილი, რატო არა გვაქვს, მაგრამ ამ ლოგიკაში რა თქმა უნდა, ელექტრომობილები გამოსავალია, იმიტომაც არის გააქტიურებული მთელ სოფლიოში, საქართველოშიც კი უკვე გაიზარდა ტესლას ისე ხედავთ ქუჩაში, როგორც ამას უნდა დაემატოს ელექტროენერგიის წარმოება მდგრადი წყაროებიდან. მზის ელემენტები, მაგალითად, ვისაც კი სახურავი გაქვს მიმართა საზოგადოებას. არ მინდა ეხლა სესხი რო გირჩევთ, მაგრამ მთავრობას მინდა მიმართო, რომ გრანტები გამოუყავით საქართველოს საზოგადოებას, მოსახლეობას, რომ შეძლონ ამის დაყენება, იმიტომ რომ 5-10 წელიწადში მაქსიმუმ, 10 წელიწადში მაქსიმუმ ამოიღებს თავის ხარჯებს, მათ შორის სახელმწიფო სესხით შეგვიძლია ავიღოთ, უამრავ რაღაცაში ვიღებთ სესხს და ამაში ავიღოთ და გრანტად მივცეთ მოსახლეობას, რომ გამოვიყენოთ ეს მექანიზმი, რომ ქსელში შეგვიძლია იქით დავაბრუნოთ ელექტროენერგია და მე გეტყვით მაგალითად ჩემი უკრაინელი კოლეგის გაოცება საზღვაო გემზე ვიყავით, კვლევით გემზე და ბათუმში ჯერ მეუნევდა მიჩვით სიზმარში ხო არა ვარო, იმიტომ რომ ომიდან ჩამოსული ადამიანი უცბად აღმოჩნდა 64-ში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და უჩქმით უთხარი რომ ამას რატო არც ერთ შენობაზე არ არის მზის ელემენტებიო და პასუხი უბრალოდ ვერ გავეცი, იმიტომ რომ თვითონ ამ ადამიანმა ალბათ ომმა აიძულა, მაგრამ 200 კვადრატული მეტრი ტერიტორია ქონდა თავისი ხელით გააკეთა, არავინ არ მისცა არც გრანტი არაფერი და 200 კვადრატულ მეტრზე თქვენ დათვალეთ, რამდენი მოდის ელექტროენერგია. აღარა ვარ უკვე ღარიბიო, იმდენს წერს ეს მისი ერთი ადამიანი. რატო არა გვაქვს ყველა თუ განახლებადი ენერგიით შევძლებთ, არა ჰიდროპირადად არ მიყვარს, არ შევიდეთ ამ დისკუსიაში, მაგრამ მზის ელემენტები უნდა იდგეს, მზის ფოტოვოლტაიკი უნდა იდგეს ყველა სახურავზე უკვე საქართველოში. და თუ მესამედზე ხო შეიძლება, მეხუთედზე ხო შეიძლება რომ იყოს, ხო? ნუ კომერციულმა ობიექტებმა მაინც არის რატომაც არა კომპანიებს, რა ვიცი, warehouse-ი თუ აქვს, საწყობი თუ აქვს და ცარიელი სახურავი თუ აქვს, ხო? ავიდენ და წამახალისებელი კამპანიებიც ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, წამახალისებელი კამპანიებია საჭირო და ფინანსურადაც დავეხმარებოდი ამ პროცესს. თუ კი რამეში უნდა იყოს საქართველოს სესხი, ოფიციალური განცხადებაა ჩემ მხრიდან. ამაში უნდა იყოს. დამოკიდებული ვართ გარე სამყაროზე ენერგეტიკის მხრივ. კიდევ კარგი რომ ჰიდროენერგეტიკა ასე თუ ისე გვაქვს და სხვა შორის ეგეც წყარო არის, ჩვენ გვაქვს უფლება რომ ელექტრომობილებით ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი ენერგიის წყარო არის განახლებადი. კი ბატონო, ბატონო, მე ისევ აი ამ არაადეკვატურ ამინდებს დაუბრუნდები, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. სხვა ქვეყნებში რა მდგომარეობაა, თუ გაქვთ ინფორმაცია? კარგი შეკითხვაა. გადავამოწმეთ ჩვენ მეზობლებთან, იგივე მდგომარეობაში არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, შავი ზღვის რეგიონი თურქეთის ეგრე ეძახიან, ჩრდილოეთ კავკასია, რუსეთის ფედერაცია, ყველა ერთგომა, ანუ ეს არ არის მხოლოდ ლოკალური, არის რეგიონალური. სხვა შორის ევროპაში არის განსაკუთრებული სიცხეები, სამხრეთ ევროპა, ბრიტანეთში 35 გრადუსი, ლონდონში წარმოუდგენელია 15 გრადუსით მეტია საშუალოზე, საშუალოდ მოსავალ. საფრანგეთში სხვა შორის რამდენიმე კვირის წინ სიცხისგან 7 ადამიანი გარდაიცვალა. შვეიცარიაში 1-10 წლის წინ იმაში ჟენევაში ამოდიოდი მე რა კარგი კლიმატია აქ, იმიტომ რომ ივნისი იყო და გრილოდა. და ეხლა მაისში ისეც ხელა სად გაიქცნენ არ იციან. სამწუხაროდ ეს საკითხები ერთმან ამ ამბავში არა ვართ ევროკავშირში და გაგვიმართლა ჩვენ, იმიტომ რომ ესეთი გრილი ამინდები არის, იმიტომ რომ შეწუხებული არის მთელი ევროპა და მინდა რომ ცოტა მესმის რომ ტექნიკური ენა არის, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, jet stream-ი ყველა მიცის, თვითვრინავით ვისაც უმგზავრია სტამბულისკენ უფრო დიდხანს მივფრინავთ, ვიდრე უკან ბრუნდებით, იმიტომ რომ ზურგის კარი გვეხმარება, მუდმივი და აი ეს jet stream-მა ამანაც კი შეცვალა თავისყოფაქცევა, აშკარად კლიმატის ცვლილებით გამოწეული შენელება ნიშნავს, რომ უფრო სამხრეთით შეუძლია ვერ ასწრებს გადაადგილებას და უფრო სამხრეთით გადმოიწია, ამიტომ ცივი მასები ჩამოვიდა ჩვენთან და ცხელი მასები ავიდა ევროპაში. აი ესეთი ზიგზაგისებული არის ეს jet stream-ი. ძალიან მარტივია, მე მგონი რამე განსაკუთრებული აი ეს გავაკეთე, ხო? jet stream-ი დაგუგლეთ, ნახეთ, ყველა ადამიანი უნდა გაერკვეს ამაში, იმიტომ რომ ევროპის სიცხე და საქართველოს დიდი ალბათობით ამით არის გამოწეული და ეს კი გამოწეულია აშკარად კლიმატის ცვლილება, იმიტომ რომ აი ეს ზიგზაგის ამპლიტუდა გაიზარდა. მაპატიეთ ტექნიკური ტერმინების, მაგრამ მოგვიწევს. პირიქით ძალიან საინტერესოა. ყველა საინტერესებს მათ შორის და ჩვენს მაყურებელს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვაა რეალურად ამ თემაზე და კარგია რომ ახლა შევძელით და მოგვეცეს შესაძლებლობა რომ თქვენი მეშვეობით ესე ვრცლად გვესაუბრა ამ პრობლემაზე და მადლობა ძალიან დიდი სტუმრობისთვის. მადლობა და მე მინდა სოციალურ ქსელებში პირადად არა ვარ ჩემზე არ მოქმედებს ეს ამბავი, მაგრამ ცოტა მეტი იუმორით ბატონებო და ქალბატონებო, ანუ
კი ბატონო, მე ძალიან მომწონს იუმორი ქართველების არის საოცრება და თუ რაღაც ამას გადაფარავს ხოლმე, მესმის რომ სიცხეზე ვილაპარაკეთ ეხლა როდესაც გრილა, მაგრამ ნუ მოვა ივლისი და შევხედოთ ხო პროგნოზებიც გავამართლოთ. ივლისში არ დაგავიწყდეთ რომ დადებით კომენტარები გავაკეთოთ. მადლობა. უღრმესი მადლობა. მადლობა. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ გარემოსდაცვის ექსპერტი მამუკა გვილავა საუბრობდა დილის პალიტრის ეთერში. სადავკარგეთ და როდის ვიგრძნობ ზაფხულს. ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა.